ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შედეგებს ეხმაურება სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს საქართველოში მყოფი პროევროპული უმრავლესობისთვის არის უმძიმესი დღე. ქართული ოცნების ანტიქართულმა, ანტიევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი გამოიტანა. 2 წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა. ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ თუ როგორ ყველა მიმართულებით საქართველოს ჩამოაშორა ქართულმა ოცნებამ ევროპულ პრინციპებს გზას და მის მომავალს. ამას ვერ დავუშვებთ, ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მის ორიენტაციის შესვლას და ამ ისტორიულ შანსის ხელიდან განზრახ გაშვებას დაწერა Facebook-ზე სალომე ზურაბიშვილმა. პლატფორმა X-ზე კი ძლიერი საქართველოს ლელოს ლიდერმა ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი. ევროკავშირის კომისიის გაფართოების დღევანდელი ანგარიში ეჭვს არ ტოვებს, ის მკაფიოდ აღწერს ქართული ოცნების მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას და მიზანმიმართულ ნაბიჯებს პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. კომისია საქართველოს მხოლოდ სახელით მიიჩნევს კანდიდატ ქვეყნად. ეს განცხადება ასახავს ბიძინა ივანიშვილის პრორუსული საგარეო პოლიტიკისა და ავტორიტარული საშინაო მმართველობის ტრაგიკულ შედეგს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული არჩევანის მქონე ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და მისწრაფებებს. ვკითხულობთ მამუკა ხაზარაძის პოსტში პლატფორმა X-ზე. ასევე გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა საქართველოში ყოფილი დიპლომატების, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების შედეგებზე ლაპარაკობდნენ. მე წაგიკითხავთ ამ პრესკონფერენციის განცხადების ფარგლებში ერთ-ერთ ნაწილს. ევროკომისიის ანგარიში ასახული ეს უმძიმესი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყობს ბიძინა ივანიშვილისა და პარტია ქართული ოცნების მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს, საქართველოს კონსტიტუციის განზრახულ უგულებელყოფასა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს. ანგარიში ასახული ვითარება, რომელიც განაპირობა ქართული ოცნების მიერ სახელმწიფოს მიტაცებამ და რომელიც ყველა ქართველისთვის კარგადაა ცნობილი, უპირველეს ყოვლისა ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს მომავალს, ჩვენი სამშობლოს განვითარებას, საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. ვკითხულობთ ყოფილი დიპლომატების განცხადებაში. ასევე Facebook გვერდზე, თავისივე Facebook გვერდზე კომენტარი გააკეთა ლევან ნატროშვილმა, ისპედის აღმასრულებელმა დირექტორმა. დღეს ორი ძალიან მძიმე დოკუმენტის წაკითხვა მოგვიწია. პირველი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ და მეორე ქართული ოცნების პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელი სამი ოპოზიციურ პარტიის აკრძალვის მოთხოვნით. ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია და ასახავს იმ მძიმე მდგომარეობას, როგორშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ევროკომისიის ანგარიშიდან ეს ფრაზა ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი და საზარელია. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს. ანუ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მხოლოდ ფორმალურადაა აქვს შემორჩენილი. სიამოვნებაში სწორედ ეს არის ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი და დღეს ამ საკითხს სარჩელს უნდა განიხილავდეს საკონსტიტუციო სასამართლო. წერს ლევან ნატროშვილი Facebook გვერდზე. აღსანიშნავია ის, რომ გაფართოების საკითხში ერთ-ერთ ნაწილში კრიტიკულად იყო შეფასებული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებით გამოეხმაურა, მათ ვებგვერდზე არის ეს გამოქვეყნებული. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მაუწყებელს არ გააჩნია არც პოლიტიკური მიკერძოება და არც რომელიმე ძალასთან დაკავშირებული ინტერესები. ყველა სარედაქციო განაცხადება ეფუძნება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპებს. განსხვავებული მოსაზრების წარდგენა, ბალანსის დაცვა და მრავალფეროვანი პოზიციების ასახვა არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბრალდებები მიზნად ისახავს მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას და საზოგადოებრივი ნდობის დაზიანებას. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის EUTODIR, თავიანთ ანგარიშებში მიუთითებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალური გაშუქების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმს. ვკითხულობთ საქართველოს საზოგადოებრივი არხის განცხადებაში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა ამ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც გაისმა გუშინ ევროკომისიაში. მე წაგიკითხავთ მათი განცხადების ნაწილს. შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული. სამწუხაროა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისში გამეფარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ჯიუტად ხუჭავენ თვალს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევასა და ძალადობაზე. უფრო მეტიც აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება განვითარებული მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის. ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.